რატომ არასდროს არ შედგება მახაჩევსა და თოფურიას შორის ორთაბრძოლა? ამაზე ვისაუბრებთ ახლა ამ ვიდეოში. მანამდე კი მინდა გითხრათ, რომ ეს ვიდეო იწერება HubSpot სივრცეში, რომელიც არის ავტორიზებული რესელერი ისეთი დიდი კომპანიებისა, როგორც არის Puma, Nike, Adidas, Macron და სხვა. ესე იგი, მახაჩევსა და თოფურიას ბრძოლაზე დაპირისპირებაზე, როდესაც საუბრობთ, აუცილებელია გავითვალისწინოთ Team Khabibis ფაქტორი. და რამდენად ძლიერი არის რეალურად Khabibis გუნდი. მარკეტინგული თვალსაზრისით და არ მხოლოდ საბრძოლო კუთხით, ასე ვთქვათ. და რეალურად რო ავიღოთ, Khabibis გუნდის მსგავსი არც ერთი სხვა გუნდი დღეს არ არსებობს, რომელიც მარკეტინგულად ესე მაგრად მუშაობს. და დავიწყოთ ახლა ქრონოლოგიურად მოვყოთ, რა და როგორ მოხდა. ილია თოფურია 66 კილოგრამში ჩემპიონი იყო. ამოვიდა 70 კილოგრამში, იმიტომ რომ 155 პაუნდის დაფიქსირება ძალიან უჭირდა და განაცხადა, რომ 155-ის დაფიქსირება აღარ მინდა და ამოვდივარ 70 კილოგრამში. რეალურად მას 66 კილოგრამის ქამარი ვაკანტურიც კი გაახდევინა UFC-მ, იმიტომ რომ ეს ორმაგი ჩემპიონობის ამბავი არ მოწონდა დანავაიც და უთხრა, რომ თუ ვაკანტურს გახდიო 70 კილოგრამში სატიტულო ორთაბრძოლას მოგცემო. მაშინ, როდესაც ისლამ მახაჩევი იყო ჩემპიონი. რეალურად იქედან დავიწყოთ, რომ მახაჩევს თოფურიასთან ბრძოლა რომ მართლა ნდომებოდა, ეგრევე ეჩხუბებოდა. ისევე როგორც ალექსანდრ ვოლკანოვსკის ეჩხუბა, ხო? თან ორჯერ. მაგრამ არა, თავიდან აირიდა ეს ბრძოლა და განაცხადა, რომ 170 პაუნდში, ანუ 77 კილოგრამში ასვლა უნდოდა. თან ისე რომ 70-ის ქამარი არ დაეკარგა. თუმცა ამაზე ილია თოფურიას რამდენიმე დამცინავი კომენტარიც ჰქონდა გაკეთებული, რომ იცოდა, რომ დანავაითი და UFC მას აიძულებდა 70-ის ვაკანტურად გახდას, იმ შემთხვევაში თუ 77 კილოგრამში ავიდოდა იგი. მერე რა მოხდა? 70-ის ქამარი ვაკანტური გახადა 77 კილოგრამში გადავიდა და თოფურია მოიგო 70-ის ქამარი. როდესაც 70-ში ხოვდა მახაჩევი, მაშინაც კი ძალიან უჭირდა წონის დაფიქსირება მას, მაგრამ სულ ამბობდა ინტერვიუებში, რომ 77-ში და მეტიც 185 პაუნდში, ანუ 84 კილოგრამში წასვლა უნდა და მას უბრალოდ ამისთვის უნდა მოვემზადო და ამისთვის პერიოდს ითხოვდა, სადღაც 6 თვიან პერიოდს. მაგრამ რას ნიშნავს ეს მომზადება? ეს მომზადება ნიშნავს იმას, რომ კუნთოვანი მასა, ბუნებრივი მასა მან უნდა გაზარდოს და სრულფასოვანი welterweight-ი გახდეს, ასე ვთქვათ. 70 კილოგრამში როდესაც ჩხუბობდა, იგი პირობითად მოდის სიტყვაზე, ვთქვათ, რომ იკლობდა 15 კილოს. შესაბამისად 85 კილოს ატარებდა. ისიც სიტყვაზე, არა და ალბათ მეც ატარებდა. თუ იგი 77 კილოგრამში ავა და მისი წონითი კატეგორია 7 კილოთი გაიზრდება, მისი ბუნებრივი წონაც 7 კილოთი უნდა გაიზარდოს, ხო? შესაბამისად, მეტი იქნება, თუ იყო 85 კილო, ახლა იქნება 92 კილო დაახლოებით. ახლა რა ხდება? თუ 92 კილომდე ავა და მის ბუნებრივ წონას გაზრდის, მახაჩევი 70 კილოგრამში ვეღარ დაიკლებს. შესაბამისად, 70 კილოგრამში ისედაც რომ აქამდეც უჭირდა, ხო? მახაჩევს 70-ში დაკლება. ეხლა გაზრდილი წოიდან საერთოდ ვეღარ დაიკლებს 70 კილოგრამში. შესაბამისად, ეს ბრძოლა რომ 70 კილოგრამში შედგეს, ძალიან რთული წარმოსადგენი არის. ეს ბრძოლა როგორ უნდა შედგეს? 170 პაუნდში. ხო? თუ რაღაც ლოგიკური არის, რომ ილია თოფურიამ 77 კილოგრამშიც ააკითხოს, მაგრამ აქ ორი ფაქტორი არის. ერთი ის, რომ ისევ Khabibis გუნდის ფაქტორი ერთვება, ხო? როგორ ჭკვიანურად ცდილობს მიუდგეს ილია თოფურიას, რომ კიდე ზედაწონაში აიყვანოს ილია თოფურია და კიდე 77 კილოგრამში აჩხუბოს სიტყვაზე მახაჩევთან, სადაც მახაჩევს უპირატესობები ექნება და ამას ახსნი რატო. ესე იგი, ილია თოფურიას სტილი შემუშავებული არის 71 კილოგრამში, იმიტომ რომ ილია თოფურიამ კარიერა დაიწყო 71 კილოგრამში. შემდგომ 75 კილოგრამში გადავიდა, 76-ში და ამის შემდგომ ახლა ამჟამად ილია თოფურია იბრძვის 70 კილოგრამში. თითოეულ წონას თავისი დამახასიათებელი სტილი აქვს. 71 კილოგრამი ძალიან სწრაფი დივიზიონია, ისევე როგორც 66 კილოგრამი წონითი კატეგორია. 70 უკვე გარდამტეხი დივიზიონია, ასე ვთქვათ, სადაც მოჭიდავეები ძალიან აქტიურობენ, მაგრამ 77 უკვე ძალიან დიდი არის. თუ 77 კილოგრამამდე მოიმატებს ილია წონას და ანუ სრულფასოვანი 77 კილოგრამის მებრძოლი გახდება, მაშინ ის თავის მოქნილობას, სისწრაფეს და კარდიოს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. ანუ როდესაც კუნთოვან მასას იმატებ, შენი კარდიო უარესდება შედარებით, ნაკლებად სწრაფი ხარ, ნაკლებად მოქნილი ხარ და ილიას სტილისთვის ეს აუცილებელი არის.
თუ ილია არ მოიმატებს წონაში და იგივე ბუნებრივი წონა იქნება და ისე იჭხუებს 77 კილოში, ხო? გაცილებით დიდი გაბარიტების მქონე მახაჩევს უნდა ეჭხუბოს და მახაჩევი რა თქმა უნდა ჭიდაობას გადაწყვეტს და ჭიდაობაში თითოეული კილოგრამი კუნთის მასა და ეს უპირატესობა ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ხაბების გუნდი იმას ცდილობს, რომ ან თავისი წესებით 77 კილოგრამში ეჭხუბოს ილიას, ანუ არათანაბარ პირობებში. ან კიდე საერთოდ ეს ბრძოლა არ შედგეს. ისევ და ისევ ბრუნდებით იმაზე, რომ მარკეტინგულად მაგრად მუშაობს და სტრატეგიულად ხავების გუნდი და ცდილობს, რომ თავისი უპირატესობები მაქსიმალურად გამოიყენოს და ამისი მაგალითი არის ზუსტად ბოლო ინტერვიუ, სადაც ცარუკიანს აქებს და ადიდებს ხავებ ნურმაგომედოვი. ამბობს, რომ ილია თოფურიას ცარუკიანთან თურმე შანსი არ აქვს და რაღაც 80-20-ზე აფასებს, იქ იმასაც ამბობს, რომ ჭიდაობაში კი არა დგომში ვეცემსო ცარუკიანი ილია თოფურიას. ეს რეალურად არის საშუალება იმისა, რომ ყურადღება გადაიტანოს მაყურებელმა ილია თოფურიასთან მახაჩევის ბრძოლიდან ილიასა და ცარუკიანის ბრძოლაზე. ამ პერიოდის განმავლობაში სანამ ეს ბრძოლა ჩაინიშნება, სანამ ეს ბრძოლა შედგება, დრო გადის, მახაჩევი რაღაცას იზამს, ან მოიგებს, ან წააგებს ჯეკ მადალენესთან, ძალიან დიდი ბრძოლა აქვს მან, მაგრამ დროს იგებს. ამ დროის განმავლობაში კი შეიძლება მახაჩევმა კარიერა საერთოდ დაასრულოს და ეს ბრძოლა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. შესაბამისად, რისი თქმაც მინდა არის ის, რომ მახაჩევსა და თოფურიას შორის ბრძოლაში არის ძალიან ბევრი თუ. ის მოხდება, ეს მოხდება, რა მოხდება და ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. შესაბამისად, არ მგონია, რომ პრაქტიკაში შესაძლებელი არის ამდენი რაღაც მიეწყოს ერთმანეთს და არ მგონია, რომ ოდესმე ილიასა და მახაჩევს შორის ბრძოლას ნახავთ და ამას ვიძახდი ჯერ კიდევ როდის რომ ჩემი აზრით მახაჩევსა და თოფურიას შორის დაპირისპირება არის შემდეგი ტონი ხაბივი. ეს არის ის არგუმენტები, რატომაც გონია, რომ ეს ბრძოლა არ შედგება. გამოიწერეთ Zozo Fight Corner-ი მსგავსი მრავალი ვიდეო სანახავად. თუ რაიმე კონკრეტულ თემაზე გინდათ ვიდეოს ხილვა, შეგიძლიათ კომენტარებში დამიწეროთ და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩემს გარეგნობაზე ზრუნავს განგსტერ ბარბერშოპი, რომელმაც იდეალურად იციან თავიანთი საქმე და მინდა მადლობა გადაუხადო აქედან. გამოიწერეთ Zozo Fight Corner-ი და აბა დროებით.